მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სტუდიაში სიმრავლე გვაქვს. ჩემი ღვიძლი და ჩემი ბავშვობის დაქალი თუ ჩემი კლასელი, რომელთანაც ალბათ ძალიან დიდი დრო მაქვს გატარებული და ასევე ჩემი დაქალი. მყავს 3 სტუმარი და 1 ძაღლი მოწვეული. იმისთვის, რომ თქვენ გაერთოთ ჩვენთან ერთად, ვისაუბრებთ რედ ფლეგებზე ბიჭებში. გრინი ამოაგდო. და გადაწყვიტავთ, რედია თუ გრინი. ბიჭი, რომელსაც პროფილის ფოტო არ აქვს. გრინ ფლეგია. Green flag-ი თავი. ხო, მაგრამ ეხლა წერს ტიპი Instagram-ზე, რომელსაც პროფილის ფოტო არ აქვს. ხანდა გქონდეს ერთი ფოტო მაინც, მაგრამ ერთი ხო უნდა გეგდოს რო როგორ. ხო, მაგრამ პროფილზე არ ედოს, ანუ ისე ეგდოს. ერთი რომ შევხედო ვინ არის. მე ისმეს იზღება. აი, მაგაცეთ ასეთ რო აქვს და რო არის რომელია იმათგან. ანუ ხო, მაგრამ ანუ აი რედ არის. იმიტომ რომ გრინ ფლეგია. ანუ მე რაღაც პონჩი, ანუ თუ სხვა სიტუაციაში გაიცანი და მე გაფოლოებს არაფერი არ და სკაია, მაგრამ ეხა ანუ პროსტ ტიპი აი ესე მოწმენილცაზე რო გწერს და არაფერი არ დუც მაგ ტიპს მიწეროდეს, მე რაც არ უნდა მოგწეროს. არა. იასნა არა. ამიტომაც ბიჭებო არ დადოთ არაფერი, მაგრამ ნუ ერთი რაღაცა სადღაც გეგდოთ რა, რომ რამე ხო ვიღაცა პროსტ დაგამუღამოს რანაირი ხარ, რა ბიჭი ხარ. ბიჭი რომელიც ყველა ძმას ეძახის. red flag-ი. red. რედი. რატო? ანუ ყველა ძმას რატო ეძახის? სახელებიც აქვს და ანუ უბრალოდ შეიძლება კომუნიკაცია. ანუ ჩაში რო ხარ და აი მაღაზიაში რო ხარ და აი რაღაცა რო ატარებს კონსტო და ძმა ეს სიგარეტით მოვიცემ და ანუ არ არის შენი ძმა. ხო არ ვიცი მე კიდია. რავი ალბათ beige flag-ი ქვია მაგას. როგორ? beige. ბიჭი რომელსაც ყველა ყოფილზე ცუდი აქვს სათქმელი. red flag-ი აუცილებლად. კი არის კადრება მაგისტრი. რედ ფლეგია, რა თქმა უნდა. ანუ საერთოდ ყოფილებს რო ლაპარაკობს? კი და თუ ლანძღავს რომ გიჟი იყო და ასე მე სულ გოგოს ხარეზე ვარ, იმიტომ რომ ალბათ გააგიჟე და რა თქმა უნდა რატო არა? თავისთავად. გოგოს ხარეს ვარ მე ყოველთვის გოგოს ბრალი როც არის მაშინაც რატომაც არა. ბიჭებო არ ილაპარაკოთ ყოფილებზე, ანუ ამით თქვენს ეგოს ვერ დაიკმაყოფილებთ და ვერც ვიღაცის თვალში უფრო ძერსკი ტიპი ვერ გამოჩნდებით. ბიჭი რომელსაც მხოლოდ გოგო მეგობრები ყავს. red flag-ია. ჩემი აზრით გეია. ჩემთვისაც. რა თქმა უნდა, რედ ფლეგია. Red flag-ი არ არის, მე ვფიქრობ უბრალოდ გეი არის, არა? და თან red ხო, ცუდები არ არიან. იმ გაგებით რომ თუ გეი არის, ანუ მე რაღაცა მეკერავება. არ უნდა დამეკერაო, მაგრამ ისე თუ ბიჭი ხარ და უბრალოდ გოგო მეგობრები ყავს, ოკეი არის. ღმერთო ჩემო, რატომაც არა? ბიჭის რომელიც ძალიან ეჭვიანია. მოღალატეა და თან red flag-ი. ჩემთვისაც რედ. ინეს გონი მოწას ისე იყურება. გოგო არ ვიცი, ახ გაიჭ. აი ძალიან ეჭვიანი ტიპი. ძალიან ჭკვიანი ვამი. ოჰო, პალეტი ჩარეცხე. რედ ფლეგი. ანუ რამდენიმე კრიტერიუმი მაქვს, რაც აი არ უნდა მოხდეს თუ ბიჭთან ურთიერთობა მექნება. ნუ ეხლა არ ვიზახ ზოგადად. აი პირველი ჟმოტიროა და მეორე ეჭვიანი როა, იმიტომ რომ აი გოგოებო ეჭვიან კაცთან ერთად ცხოვრება შეიძლება თავიდან ურთიერთობის დასაწყისში გონია რომ როგორ ვუყვარო რაღაცა აი ცოტა მოგწონს თუ რაღაც ეგ პონტი და დრო რო გადის მე ხვდები რომ აი იმენ ცხოვრება გაქვს უბედურად ქცეული. ბიჭი რომელიც დედას ყველაფერს ეკითხება. ოპა ნიაკოს დავაცადოთ. ეს არის მეგობრებო ყველაზე დიდი red flag-ი. იმდენნაირი ჩაშლა შეიძლება ამ ყველაფრის. ანუ ეს ადამიანი არის უნარო. ამ ადამიანს არ აქვს პირადი არანაირი სივრცის გაგება და არც არჩევანი არ შეუძლია და აბსოლუტურად ყველა ვარიანტში წაგებული ხარ. ოკეი. კოშმარია. კატასტროფა. ანუ ოღონდ მე პირადად ძალიან ვაფასებ, როდესაც ბიჭს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს დედიკოს მიმართ და რაღაცაით განსაკუთრებულად უყვარს. რა თქმა უნდა, პატივისცემა და სიყვარული უნდა გქონდეს, მაგრამ რაღაცნაირად უნდა გადაჭროს ეს ჭიპლარი. გადაჭერით ბიჭებოს ჭიპლარი, სანამ ურთიერთობაში შეხვალთ. და რა თქმა უნდა, დედას შეიძლება რომ მკითხო და ძალიან კარგი მეგობრული ძმაკაცური ურთიერთობა გქონდეს და ძალიან დიდ პატივცემდა და როგორც მართლა ძმაკაც ეგრე ექცეოდა მაგრამ გონია რომ რაღაც სხვა პონტშიც უნდა გაიჩითოთ რა. ბიჭი რომელიც ყველა ფოტოზე შუათიც გვაჩვენებს. რა? ანუ უდევს ესე? red flag-ი რა თქმა უნდა, ესე ფროკია? იქნებ ვიღაცა ისეთი ესე ფროკი თუ არის, მაშინ green flag-ია და დანარჩენი ყველა მამრი red flag-ია. ოკეი. რედ ფლეგი. რედ ფლეგი. რამე მოგწონთ ბიჭებში? ბიჭი რომელიც პასუხობს მხოლოდ ღამე. ანუ ღამე არა, მაგრამ ღამე პასუხობს, ესე კი ცოლი არ ყავს.
ყავს მე რა. ანუ ჩვენ შევდახოს რომ ბიჭი რომელიც ღამე პასუხობს ცოლიანია და ცოლს რომ ძინავს ის ტელეფონს მე აძრობს. კი, უეჭველი. თან შეიძლება ორი ტელეფონი აქვს ეს საწოლის ქვეშ ერთი შენახული, შენ სამესიჯო. ანუ შეიძლება რომ ეს ხდებოდა? რა თქმა უნდა შეიძლება ეგრე ხდებოდა სარ. თავისთავად. ახალი სხვა ნომერი ქონდა შეიძლება? აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება. და რა დილით რას გეუნება რომ რა მშვებიო? მუშაობო? გააჩნია მანდ უკვე ეგენით ისეთ ტიპაჟებს ირჩევენ გოგოების, რომლებსაც ძალიან მარტივად შეიძლება ეგეთ რაღაცა მოატყო და შეიძლება უთხრა რომ ისეთ სამსახური გაქვს რომ აი ვერ წერ და ვერ პასუხობ და მიუგდო ერთი SMS დილით. ხო, რაღაცა უცეხ ტუალეტში. ალექსი შეხვალ. ზუსტად შეხვალ რაღაცა ბეიბი მენატრები და всё რა. გამოვედი კითხვები აქვს, ყველა რედი უნდა თქვა. ანუ იმენა. კაი, შემდეგი. არ დაუჯეროთ გოგონება. ბიჭი, რომელსაც მანქანაში მხოლოდ რუსული რეპი აქვს, მოიცადეთ, ამაზე უნდა უპასუხოთ ჯერ დანარჩი. რატო? ანუ რა რუსულს აღრუსო ძალიან დიდი ხანი. ხახრა. ოდესღაც რა იყო შენთვის? ყველა უსმენდით. არა, რა თქო, რედი. ინა, შენ ბასტას თუ უსმენს ბიჭი? Red flag-ია. ანუ, ვიც გააჩნია? ხა მაგის გამო ვერ დავიწონე. მაგის გამო ვერ დავიწუნებ, ჰა? მარტო ერთს რო უსმეს გამუდმებით ზოგადად, ეგ უკვე არ მომწონს. რაღაც სხვადასხვა ჟანრი უნდა ქონდეს. ბიჭი, რომელიც ზედმეტად ხშირად დებს ჯიმის სელფებს. ჩემთვის ეს green flag-ი არის. ისაც ოკეია. ჩემთვის red flag-ია, იმიტომ რომ ბიჭი ბევრს თორსდებს უკვე. ხო, მე მაგალითად არ ვიცი. ისევ და ისევ ბიჭს გააჩნია. თუ ტრენერია, მაგრამ ტრენერი ცალკე red flag-ია. არ ვიცი, მართლა რა, ძალიან მომწონს ესე რომ ვუყურებ და მაგრამ ალბათ სერიოზული ურთიერთობა მსგავსი ტიპაჟის ბიჭი არ მექნებოდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად სხვა მეტი არაფერი თუ არ ხდება მის ცხოვრებაში, მარტო კუნთი არის, ცოტა არ მომწონს. არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული. ბიჭი, რომელსაც გონია რომ ყველა გოგო მასზეა შეყვარებული. აუცილებლად red flag-ი. რა თქმა უნდა. გამარჯვებას რო ეტყვი და ანუ ოღონდ რეალურად. ანუ არ შეგიყვარდე და ზესუმზირაზე პატიჟებ იმაში გარაჟების უკან. ოღონდ ანუ ამ თვისების გამო ძალიან ბევრი ბანძი ბიჭ დაუკერია კაი გოგო რა, ოღონდ მართლა, იმიტომ რომ რაღაცნაირად გოგოებს ეს თავდაჯერებულობა მოგწონს და შეიძლება აი მართლა ისეც გახედოს ძალიან კაი გოგომ, რომელსაც აი რაღაცა ძალიან თავში აქვს ავარდნილი და რაღაცა ეგეთიები. მაგრამ დროებით. მან უკვე გოგოს დაბალი თვით შეფასება შემოდის ალბათ. ბიჭი, რომელსაც არ უყვარს ცხოველები. red flag-ი. Red flag-ი. red flag-ი. Red flag-ი. რა თქმა უნდა, ბიჭი, რომელსაც ცხოველები არ უყვარს, ბოროტია. ბიჭი, რომელიც სულად ექცევა მომსახურე პერსონალს. ზოგადად ბიჭი ცოტა განსაკუთრებით სხვანაირად უნდა იქცევდეს მომსახურე პერსონალს და ზოგადადაც რა უნდა გარცხვენდეს. ეხლა ბიჭი ის რო ხარ სადმე კაფეში წასული და ძალიან რო ეუხაშება ზევიდან რო უყურებს მიმტანებს. ანუ რა მაგთვისების გამო უბრალოდ აღარასდროს აღარ ვნახო ეგ ადამიანს. ხო, აი ზევიდან რო უყურებს. რა და აი ფული რო აქვს და რაღაცა ძალიან ისე, ანუ ძალიან უხერხულად ვიგრძნობ თავს და მის გამო რო ბოდიშების ესე თვალებით რო ბოდიშებს, ან საშინელება. ბიჭი, რომელიც მე ასეთი ვარ, ტიპია. ვერ შევიცვლები? red flag-ი არის ალბათ ნაწილობრივ. ანუ ყარი უნდა კონდეს თავისი პიროვნება, მაგრამ მე ასეთი ვარ და ამის გამო გიღალატე არა ხდები? ჩემთვის მაგათად green flag-ი არის, იმიტომ რომ აი ჩამოყალიბებული თუ არის ტიპი და რაღაცა მე მაგათად ეხა დიდ ყურადღებას ვაქცევ პირადად ჩემს ინტერესებს და ჩემს რაღაც ხასიათს, რომ აი ვიღაცის გამო მართლა ვერ შევიცვალ. შეიძლება ოკეი, ცოტა შევიცვალო, მაგრამ ანუ უკვე ის ან ჩამოყალიბებულია რაღაც პოჩი, მაგრამ ალბათ მანდაც გააჩნია კონკრეტულად რაზე ვსაუბრობთ რა. ეხა თუ მართლა გიღალატებ ესეთი ვარ, კიდია. ერთის ერთგული ვიყო და რაღაცა ეგეთი. ხო, მაშინ ვერ ვიქნები ჩვენ ერთად. ბიჭი, რომელსაც უნდა იცოდეს შენი ნებისმიერი სოციალური ქსელის პაროლი. Red flag-ი. რატო? ეგ არის შენს პირადი სივრცეში შემოდის, ანუ რა ჩემსაც პასუხობ და რაღაც და ხა კიდე მისიც რო ვიცით და მის SMS-ებს რო კითხავ. ანუ მე პირადად ფიქრობ, რომ ძალიან ოკეი არის და საერთოდ Instagram-ი და Facebook-ი არის ძალიან კაი აზრი. რატო წავიდა, რატო წაიშალა ეს ტრადიცია, ქართული ტრადიციები და არ მესმის. საერთოდ Facebook-ი მოგწერ ნანუს შენს წაიკითხოს გიომაც, რატომაც არა. ბიჭი, რომელიც ძალიან ტკბილად ექცევა პატარა ბავშვებს. უდიდესი green flag-ია. რა თქმა უნდა, გიждდები. Green flag-ი.
ანუ გიждები ბიჭს რომ ზოგადად ბავშვები უყვარს და რომ ეთამაშება და აი ხელში რომ ატრიალებენ და პაროლსაც გავიმეტებ. ანუ დღეს მატარებელში იყო ეგეთი ტიპი, რომ დაათრევდა ერთ პატარა ბავშვს და ერთი 10 წუთი შიგაში გავხედავდი ხოლმე და ვიქრეში. ანუ ძალიან საყვარლობა. ამაზე ისეთი კაი დასანახი რა არის რაღაცა მოვწოს. ბიჭი რომელიც მეგობრების წინაშე სხვანაირია და შენთან სხვანაირი. Red flag-ი. კოშმარია. საშინელება არის მაგრამ. სახიობი ორ პირი, მატყუარა და ყველაფერი. არ უნდა ინდო. ბიჭი რომელიც არასოდეს წერს პირველი. პრინცესა. ხომ არა, ნუ ბიჭმა. ხო, არ მოგიწერია და ანუ ერთი წამით იყო პერიოდი რაღაცა საგმირო საქმეებს ითხოვდნენ ქალები და ცეცხლის ემოჯის იქით რო არ მიდის მისი მცდელობები. ანუ ხო რაღაცა ძალიან ისქნა ხო გაპრინცესდნენ ამ ბოლო დროს. ნაბიჯის გადმოდგა გონიათ დაგიგულებენ მას არა? კი, და ერთმა ეხა რაღაცა დეიტთან დაკავშირებით დიალოგი ქონდა რომ ვკითხე რომ ანუ რა გეგმაში რომ რაღაცა საწავიდეთ და რაღაცა რომ ის წაიყვა დიალოგი რომ მე შენ ამდენი კომპლიმენტი რომ გაგიკეთე და ასე რომ გებყრობი ხა ეგის მე მოვიფიქრო და ანუ მეთქი შენ გიდა შევთა დეიტზე. პრინცესა ინა დაავსრულეს წინადადება. Gay. ბიჭი რომელიც ამბობს რომ ყველა გოგო ერთნაირია ინა. Gay. ადრე მართლა იმდენ რაღაცას აკეთებდნენ კაცები და ეხლა გოგოებს გვიწევს ნადირობა. ოღონდ აი მოდი შევთანხმდეთ, აი დავასრულეთ ეს. ბიჭმა რო იცის რომ მოწოხარ და სხვა არავინ არ მოწოხა შენზე არის კონცენტრირებული შესაბამისად იქცევა და შესაბამისად გაჩვენებს. აბა ეხლა იმას ლექსებს ყველა წერს. ვინ წერს? და შეგიძლია არა, მოდი ლექსები არ დაგვიწეროთ. კარგ ლექსებს თუ არ წერს, არ დაწერო. წერო და მოთხრობას ასე რა ანუ ლექსი. არა, თუ აი კაი ლექსებს არ წერს, ჯობია რომ ლექსები არ გვიდა. ანუ ესე დაწერილი უკვე ყველა კარგი ლექსი, პოემა, მოთხრობა დაწერილია და ხო? ეხლა ხო, ალბათ ცოტა მოცოცხლება არავის აწყენდა ბიჭებო. მოკლედ, დაგემშვიდობებით. იმედი მაქვს რომ საინტერესო გამოდგა, იმედი მაქვს რომ ბიჭები არ გადაგულიან. სულ ეს იყო. მიყვარხართ. გაკეთეთ და გემშვიდობებით.